როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის გრძნობებზე, იმიტომ რომ მე როგორც ყოველთვის ძალიან ყურადღებას ვაქცევ გრძნობებს, რაც უფრო მეტია გრძნობა, მოქმედებაც გრძნობიდან გამომდინარე უფრო მეტ შანსებს გვიტოვებს, რომ იქნება ადეკვატური, კონკრეტული და რა თქმა უნდა, ყოველს უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის და მადლობა კი ცოტა ნახვა აქ ჩემს ჩურჩულებს, მაგრამ მოკლედ გუშინახეთ მომიდა 5 წუთიანი ვიდეო ჩამეწერა რა პრობლემაა იცით აი ორი საუკეთესო მიკროფონი მაქვს მაგრამ როგორც ჩანს არ ვიცი დარეგულირება ნორმალურად იმიტომ რომ ამდა ეს შრიალი შიშინი და მთელი ამბები აი ამ კონკრეტულ ფორმატში და რაღაცა იმ პეტლიჩკამ ცოტა ყუდრო ოთახში მე მგონი ცოტა სიჩუმე შემოიტანა და მე მგონი კი არა რომ მალავდი ამას მანიაკი ვარ მიკროფონების და დღეს კიდე FIFA-ი გამოვიწერე. ყველაზე ბიუჯეტურია სხვათა შორის, მაგრამ ძალიან აქებენ და მართლა ძალიან მაინტერესებს და კიდევ უნდა გამოვიწერო ერთი FIFA-ი და ამაზე მე არ გავჩერდები. ჩემი ქმარი გადაირევა, მაგრამ მთხარი რომ ხვალ რო ამარტიეთ, გოვიცი შეხელცარიერი არ მოხვალ, ამიტომ მე უნდა შეგიკვეთო მეთქი და მოკლედ მივიღეს საჩუქრა და ეს საჩუქარი გამოგადგებათ თქვენ და ვიჩურჩულებთ და ვიჭუკჭუკებთ ისე როგორც გამოგვივა, რა თქმა უნდა. დავიწყოთ გოგონებო. დღეს რაღაცა განსაკუთრებული ამიდია. ჩემს ხელებში როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიებია. თხოვს ხელის გულები გაშლას, ამიტომ დავიწყოთ ჩვენ კონკრეტულად აი მისი გრძნობები. რამდენად სიღრმეა ამ ყველაფერში ეს გადართვებზე ვაკეთებ ეს ახალი ტელეფონი კი კარგია მაგრამ აშკარად რაღაცნაირი ვარ ამ გამოსახულებაში იმიტომ რომ ჩემს iPhone-ში იგივეა ყველაფერი როგორიც ვარ მაგრამ ეს რაღაცნაირია და ვერ ვეგუები მაგრამ ახსოვრობა ძალიან ბევრი აქვს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ მიყვარს გადაწყობა მაგრამ ну რას ვიზამთ ახლა ხდება კარგი მოდი ვნახოთ ახლა მისი გრძნობები დღეს შენ თუ გრძნობ რომ ახლა უნდა მოусმინო ყველაფერს რა თქმა უნდა მოусმინე თუ შენ ვიხვდები რომ გაშლა შენზე არ არის რა თქმა უნდა არ გააგრძელო ნახვა ნახოთ მისი გრძნობები და ძალიან კარგად ლაპარაკობს და განდეგილი ამოვიდეს იგი ამოდა მე დღეს გრძნობაზე არ უნდა ლაპარაკე ამას ქვია 78 კარები საერთოდ კარები როგორც იხურება ასევე იღება ნახე ამასთან შეიძლება მოლაპარაკება დღესდღეობით შენ ხარ მისთვის ხიბლი ანუ ხიბლში ვარდება აკრძალული ხილია უკვე შენთან ურთიერთობა შენთან გრძნობაც და საერთოდ როგორი გრძნობა აქვს იცი მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი ხარ მისთვის აქვს განმარტოვების სურვილი ოღონდ განდეგილი თქვენ არ გეგონოთ ისე უბრალო ადამიანი განდეგილი ძალიან სიღრმეებზე ფიქრობს და მისი გრძნობა რა თქმა უნდა გვაძლევს იმედებს რომ ვიმედოვნოთ რომ გამოვა ეს ადამიანი მართლა ისეთი გაცნობიერებული და გააზრებული რომ დარწმუნება როგორი ურთიერთობა უნდა შენთან და რა წარბის დამოწმება უნდა ამ ყველაფერს მოკლედ ამ განდეგილის პოზიციიდან თუ ეს ადამიანი დღეს შენ არაფერს არ გეუბნება უკონტაქტო და ასე შემდეგ ან ცოტა კი შეიძლება შენთან იყოს მაგრამ თან კონტაქტი არ არის ზუსტად იცოდე რომ რა თქმა უნდა ექნება გააზრება რომ თუ იწყება აქ ყველაფერი უნდა დაიწყოს კარგად იმიტომ რომ მომავალიც როგორ წარმოუდგენია აქ ჩემს გრძნობაზე კი არ არის საქმეო როგორც თვითონ ამბობს არამედ როგორ წარმომიდგენია მე შენთან მომავალი იმიტომ რომ შეიძლება მიყვარდე შეიძლება მაგრამ ნუ არ იყოს რაღაცა კარგი კონტაქტი არ იჭერდეს კარგად კონტაქტი ხო და ამაზე ფიქრობს ეს ადამიანი რა თქმა უნდა მე აქვე შემიძლია ვთქვა რომ თავის იმედია აქვს რომ უნდა ეს ურთიერთობა სამომავლოდ სიღრმეს რაც შეეხება ნუ უნდა მე ამაში ამ სრულში ვხედავ რას იცი აი მტკიცე კი მე მინდა კარგი მოდი ვნახოთ განდეგილი აი ჯერჯერობით უარს ამბობ ამ ყველაფერზე თუ აი რატო ხარ ასეთ განდეგილი უარს ამბობ გააზრებულად გეგონება მარხვაზიან ასკეზაზე უარს ამბობს კი
ეს როგორ რაღაცა იცი? მე შენთან რო გამოვიდე ახლა მართლა ჩემი გრძნობი და გითხრა ყველაფერი, მაშინ და მიიღო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ. და მინდა ვთქვა, რომ ახლა ყველასთვის შეიძლება არა, მაგრამ ბევრს არჩევანი აქვს. და ეს არჩევანი ამისთვის არის ცოტა რთული. თუ რა თქმა უნდა არჩევანია კონკრეტულად თქვენ და უთქვენობა შორის კი არა, ან თქვენ და სამსახურ თქვენ და სხვა პიროვნება. ამას მიაქციეთ ყურადღება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ სხვა დანარჩენ სიტუაციაში გოგონებო არჩევანს არ აკეთებს. პრობლემა რა აქ თქვას, რომ მიყვარხარ, მინდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამის შემდეგ უნდა აეწყოს რეალურად ახალი, კარგი, სულ სხვანაირი ურთიერთობა, ნახეთ 10-იანითა, სიღმერთო ჩემო ოფიციალურობა, ქორწინება და რაც კი შეიძლება იყოს კარგი. მაგრამ ახლა გოგონებო თუ რამეს ელოდებით, მოდი ვნახოთ, აი დღევანდელ რეალობაში, აი დღევანდელ მოცემულობაში, თქვენ და თქვენ ნახე როგორ ხართ ორიანი კვერთხი გაჩხერილი ხართ, აი როგორ გითხრა, აი თითქოს რა არის შეწყვიტე მოძრაობა, შეწყვიტე რაღაცა რისკენად ძალიან მიდიოდი, ძალიან დიდი ენთუზიაზმით, ასე ვთქვა და ეს ურთიერთობა მაინც გაფერხებს, ანუ ხელს გიშლის, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც გიფიქრებ ამ ადამიანზე და ეს ფიქრები რა თქმა უნდა გაგდებს კალაპოტიდან. ამას იცი რა არის იმოძრავე მაქსიმალურად გამოდი ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ დღეს თუ შენ რამეზე ყოყმანობ და ყოყმანიც კიდე ყოყმანსაც გააჩნია, თუ გაჩერებული ხარ, მე გეტყვი რომ აუცილებლად მიიღო გადაწყვეტილება და წახვედი რაღაცა შენი პროგრესისკენ, იმიტომ რომ აქ მე დამაგდა პროგრესი. კონკრეტულად ფიქრებში ამ ადამიანთან დაკავშირებით. თქვენ გონიათ რომ დავუშვათ ხართ მაგის გარეშე და მაგასთან და ან მიბლოკიან რაღაცა უთხარ და всё, მე ამით ჩემი რამე ვთქვი. ეს არ არის პროგრესი. ეს არის რომ მას დაანახე შენი პოზიცია. პროგრესი არის ის, როცა შენ საკუთარ თავში რჩები და როგორ კომფორტში ხარ. ის კი არა რომ მე ახლა იმას ასე უთხარი და მაგრად ვარ. არა, პროგრესი მაინც ის არის, რომ შენ თავთან უკვე კარგად ხარ და არ გაწუხებს უიმისობა, მაგრამ ისე კი ხარ კმაყოფილი რაღაცები უთხარი. მე ამ პროგრესს გულისხმობ. მოდი ვნახოთ, რა მოლოდინი უნდა გქონდეს დღევანდელ რეალობიდან ყველაზე მაქსიმუმი. რა მოლოდინი უნდა იყოს მისგან ყველაზე მაქსიმუმ მოლოდინი. 5-იანითასი. შენ ახლა გინდა როგორ რაღაცა იცვი ემოციაში, იცვი რაღაცა იმედგაცრუებული ხარ და თან კიდე არ გინდა ბოლომდე იმედი გაგიცრუებს და მიშველე თითქოს რაღაც ხელოვნურად არ ავიღებ ახლა ამას. ისე კარგი მინიშნება, ჩემი საყვარელი ადამიანი რეკავს და ყველაფერი კარგად არის. კარგი მინიშნება. ნახე და ავაწყოთ ახლა ეს ყველაფერი. თუ თქვენ ხართ აი ესეთ სიტუაციაში, რომ ხელოვნურად შექმენი კიდე, რომ აი იცი რა უნდა გადამარჩინო შენ, უნდა გამომიყვანო ემოციიდან, მე ასეთ ცოტა გაზვიადებულ ემოციურ მდგომარეობას ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში გეტყურეს ადამიანს ყველაფერს გრძნობს და უფრო მეტად გადის. ანუ ამ შემთხვევაში манипуლირებას ადგილი არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი უფრო და უფრო თქვენგან გაცურავს. ყველაზე მაქსიმუმ მოლოდინი ის არის, ერთად ჩემო არ წყდება ზარი. ყველაზე მაქსიმუმ მოლოდინი უნდა გქონდეთ გოგონებო. მოვალახლავე. კაი, მიდი დროებით. მოკლედ არ შემეძლო რო არ ამეღო. რატომ მომწონს ახლა ეს ტელეფონი? აი აიფონში ვერ ვაპაუზებდი ვიდეოს და აქ დავაპაუზე. ესე იგი, მაქსიმუმი მოლოდინი. რაც უნდა გქონდეთ? მე გეტყვით რომ მაქსიმუმ მოლოდინი დღევანდელ რეალობაში არ უნდა გქონდეს. თუ შენ დღეს განსასწრებში ხარ ბუნებრივად ან ხელოვნურად, რომელიც შენ შექმენი, შენ უნდა გადაირჩინო თავი და შენ ეს შეგიძლია, იმიტომ რომ შენ ეს შეგიძლია. შენ პირიქით შეგიძლია რომ ეს ადამიანი გადაარჩინო. რეალურად. აი გადარჩენა რასაც ქვია და გმირული საქციელები ამ ადამიანს რაღაცა დღევანდელ რეალობაში დიდად არ ახასიათებს, მაგრამ პოტენციალი აქვს თუ ის გადაწყვეტს, რომ შენთან უკვე უნდა ის მომავალი, რომელიც ჩვენ ვთქვით, რა თქმა უნდა, როცა გამოვა განდეგილიდან და განდეგილი არ განსაზღვრავს, როდის გამოვა, თქვენი საყვარელი კითხვა, როდის გამოვა მაინც. არ ვიცით. ხო და ერთი სიტყვით აქვს პოტენციალი, რომ ჩაიდინოს გმირობა. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ თავარი მომენტი. 9 წუთი კი ვილაპარაკებ. რა მენაღლება, ვილაპარაკებ, იმიტომ რომ შვენიერი კომფორტი მაქვს შექმნილი. თქვენთან ჭუკჭუკი მსიამოვნებს და პლუს ამას მახსოვრობა არის. ღმერთო ჩემო, რა დეტალები მე მაგრად მაბედნიერებ.
ეხლა რაც მთავარი კითხვა. ყველაზე მთავარი რჩევა თქვენთვის, რა თქმა უნდა, ყველა ორიანი თასი. ორიანი თასი, რჩევა. აქ ახლა ისეთი არკანები აუმდის და ეს ცოტა ისეთი ტაროა, რომელიც პირდაპირ უნდა მივიღოთ ინფორმაცია უფრო ძირითადად, რასაც ვხედავთ და თქვენ მოგიხსენებათ, მე არ მიყვარს რაღაცა ჯადოებზე და ამებზე ლაპარაკი, თუმცა მე არ უარყოფ, რომ ეს არ არსებობს თავარი ადამიანი მარიკადროს, მაგრამ მე გეტყვით, ანუ რჩევაში აქ ამოვიდა, რომ თქვენ ენერგიები გაქვთ გასაწმენდი. თქვენ აქ ვიღაცა კონკრეტულად ქალი რაღაცა არ ვიცი მე რას გისურვებს სუდია თუ იმედია ჯადოს არ გიკეთებს რაღაცები არის აქ მოკლედ რომ არ გამოგდის ანუ სიყვარული გებლოკება სიყვარულში არაფერი არ გამოდის და ამის უკან დგას ის მომენტი რომ ვიღაცას ან ძალიან შურშენი შური საშინელება შური არის ის კი არა რომ მაგარი ვარ და ვიღაც ჩემი შურსო შური ისეთი რამე ყოფილა გოგონებო თხილად უნდა იყოთ და აქ აშკარად ვიღაცას ან დაწყევლილი ყავხართ არ მიყვარს ამის გამეორებაც ან მართლა ვიღაცამ რაღაცა გაგიკეთათ რეალურად გასაწმენდი ხართ მინიმუმ და მაქსიმუმ ფრთხილად უნდა იყოთ დღეს ყველა აკეთებს ამას წმენდა ისა მაგრამ მართლა ისეთთან უნდა მიხვიდეთ ვინც რეალურად ხვდება სიტუაციას და მართლა დაგეხმარებათ. ანუ ამაში ძალიან ფრთხილად იყავით გოგონებო და რჩევა მინდოდა მე თქვა, მაგრამ აქ ამოვიდა განგაში იმისა, რომ შენ შეიძლება ბევრი რამ გინდოდეს, მაგრამ არ გამოდის, რადგანაც შენს უკან ტრიალებს ძალიან ცუდი ენერგეტიკა, ვიღაცის თვალი, ვიღაცის შური და ვიღაცის რა ვიცი, მე რაღაცა ძალიან ისეთი უარყოფითი არ დავაბოლავებ ახლა კი მიხვდებოდით უარყოფითი რაღაცა გავლენა რომელიც გიბლოკავთ აბსოლუტურად ურთიერთობას ამასთანაც თუ აქ მესამე ფაქტორებია როგორც მე ვთქვი თავდაპირველად არ გამოვრიცხავ რომ იქ შემიძლია 1000% ვთქვა რომ 100% 1000-დან გამოვედი 100%. ანუ უეჭველი ვიღაცა რაღაცას აკეთებს თუ მესამე ფაქტორია, მაგრამ ისე გააკონტროლეთ აუცილებლად თქვენი ენერგოველი და რატო შეიძლება არ გიმართლებდეს, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია მოვიდა მე გოგონებო ყველას გელოდებით კომენტარებში კოცნით ძალიან ბევრს და დროებით.